რა მიზნით იმყოფება ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი ბრიუსელში. ვიზიტის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს აჩენს ის გარემოება, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში იმ პარტიების წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ვერ თანხმდებიან და ამ დრომდე დაპირისპირების რეჟიმში იმყოფებიან. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის წინ სწორედ ბრიუსელიდან მოუწოდეს. მიმდინარე ვიზიტი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ოპონენტები დირექტივებს გარეძალებისგან იღებენ და ბრიუსელში მორიგი ინსტრუქციებისთვის იმყოფებიან. თუ ვიზიტის მონაწილეთა განცხადებებს დავეყრდნობით, შეხვედრა გაიმართა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან, რა დროსაც კაია კალას საქართველოში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტული დოკუმენტი გადასცეს. პარალელურად ლელოს ლიდერებმა დღეს მორიგი კონსულტაცია ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. რას უკავშირდება ოპოზიციის შეხვედრები ბრიუსელსა და თბილისში. თამარ ციკლაური არკვევდა დეტალებს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. თამარ. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი, სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ლელოდან სალომე სამადაშვილი. ესენი არიან ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იმყოფებიან ბრიუსელში და რომლებიც, როგორც ამბობენ, მართავენ შეხვედრებს. უნდა ითქვას, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი ბრიუსელში იმყოფებიან, არის ბრიუსელის ფორუმში, სადაც ამბობენ, რომ იმყოფებიან თავად ევროპელი პოლიტიკოსების მიწვევით, თუმცა ასევე აი ამ ფორუმის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა ინტერაქციისა სხვადასხვა პოლიტიკოსთან, ევროპელ პოლიტიკოსთან და როგორც ბოკუჩავა ამბობს, მაგალითად ამის შესაძლებლობა მიეცათ კაია კალასთან და ეს შესაძლებლობა ბოკუჩავას ვეთქმით გამოიყენა იმისათვის, რომ გადაეცა უმაღლესი წარმომადგენლისათვის ის დოკუმენტი, რომელიც არის შემუშავებული მათ მიერ და რომელშიც, როგორც ბოკუჩავა ამბობს, გაწერილი არის ის კონკრეტული გეგმა, თუ რა არის საჭირო საქართველოში, მისი ვეთქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. კონკრეტულად რა წერია აი ამ დოკუმენტში, რაზე არის საუბარი, როგორია ეს გეგმა, რა ნაბიჯებს მოიცავს და რა როლი აქვს აი ამ პროცესში ევროპას, ევროკავშირს, კონკრეტულად ევროპელ ლიდერებს, პოლიტიკოსებს, ჩვენთვის არის უცნობი, თუმცა ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, მთავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ ისაუბრონ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ეძებონ გამოსავლის გზები. თავის მხრივ მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს ვიზიტი, მათ შორის ერთის მხრივ ქვეყნის გარეთ ვიზიტი ადასტურებს მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით მოქმედებს გარე დავალებებით და ამჯერადაც მმართველი გუნდი აი ამ ბრიუსელში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ვიზიტს უკავშირებს გარე დავალებების მისაღებად მორიგ ვიზიტს. ბრიუსელში იმართება უმნიშვნელოვანესი მაღალი დონის ფორუმი, ბრიუსელის ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია გერმანიის მარშალის ფონდის მიერ, სადაც საქართველოს სახელით მოწვეული ვართ მე და გიგი წერეთელი. აქ დღის პირველ სესიაზე იყო უმაღლესი წარმომადგენელი ევროკომისიის საგარეო საკითხებში კაია კალასი, რომელიც პანელზე გამოვიდა და შემდგომ ჩვენ გქონდა მასთან ინტერაქციის შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლებზე. ეს არის ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ასევე გადაგვეცა მისთვის წერილობითი დოკუმენტი, სადაც კონკრეტულად გაწერილია გზამკვლევი დღევანდელი კრიზისის დასაძლევად. პოლიტიკურად ჩვენთვის ეგრეთ წოდებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან ესეთი პოლიტიკა არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თითოეული ეს ვიზიტი, თითოეული ის შეხვედრა სხვადასხვა და ყველა კარგად იცით დიპკორპუსის წარმომადგენლებთან ფანჩატურს, სადაც ქალბატონი სალომეზის ნებისმიერი ღია წერილი, რომელიც ბრიუსელიდან მოვა და იქაური არარჩეული ბიუროკრატებიდან თუ ხელდასმული პოლიტიკოსებიდან და შემდეგ ამ აგენტების მხრიდან ამ ყველაფრის ატაცება, ამ ყველაფრის ყურმოჭრილად შესრულება, ამ ყველაფრის გახმოვანება არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი ილუსტრაცია და მხილება იმის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამხილ. რა თქმა უნდა, ესეც მორიგი ვიზიტი, კიდევ ერთხელ საზოგადოება აკვირდება რაღაცა კონკრეტული ჯგუფი ჩავიდა კონკრეტული დავალების მისაღებად და კონკრეტული დავალების ჩამოსატანად. გავს დაბარებას ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად ბიუროკრატიისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ შემდგომში. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რასაც ჩვენ ხედავთ ოპოზიცია თუ პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან და დიდი ალბათობით ისინი მიიღებენ ახალ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც დაგეგმავენ ახლო მომავალში სხვადასხვა ქმედებებს. საქართველოს ხელისუფლება ამას უპირისპირებს საქმეს, რეალურად ჩვენ მუშაობთ
ვფიქრობთ იმ მიმართულებით, რომ საქართველოში იყოს შესაძლებლობა სტაბილური განვითარების, ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად და ჩვენს მოქალაქეებს გქონდეთ უკეთესი შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოში იცხოვრონ. ეს არის ის, რასაც უპირისპირებს ოპოზიციის აქტივიზმს საქართველოს ხელისუფლება და ასე გავაგრძელებთ მუშაობას. საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის მხრივ ქვეყნის შიგნით ოპოზიცია ერთიანობის ძიებაშია და ამას ადასტურებს მათ შორის ის შეხვედრაც, რომელიც დღეს გაიმართა სალომე ზურაბიშვილთან. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და როგორც აი ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლელოს ლიდერებმა თქვეს, თავარი საკითხი, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან ისაუბრეს, არის ოპოზიციური ერთიანობის შექმნა, ოპოზიციური ერთიანობის პოზიციის ჩამოყალიბება და აი ამ ერთიანობაზე აქცენტები მოვისმინეთ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვიცით, რომ წინა პერიოდში მოვისმინეთ არაერთი განსხვავებული მოსაზრება, განსხვავებული პოზიციები თავად ოპოზიციის შიგნით, ეს განსხვავებულობა კი განსაკუთრებით გამოაჩინა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების პოზიციებმა. მადლობა თამარ ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში.